ამჟამად მე ვდგავარ ძალიან დიდი ტბის წინ, მაგრამ ეს ტბა ცნობილია დიდი გემის ჩაძირვით. მაგრამ ის საკრუიზო გემი ჩვეულებრივი გემიამი არ იყო. მასში ბიოლოგიური საფრთხე იყო და როცა ის ჩაიძირა, არავინ სცადა მისი ამოყვანა, რადგან ყველა შიშობდა რომ დაავადდებოდა. მაგრამ მე ამ ამბავს არ უჯერებ, ასე რომ მოდი გამოვიყენოთ გიგანტური მაგნიტი, რომ გავიგოთ სიმართლეა თუ არა. კარგი ხო, რაღაც ნამდვილად ამოვიღე. ეხლა უნდა ამოვიღოთ ეს რაღაცა წყლიდან და ვნახოთ რა იქნება ჩვენი პირველი აღმოჩენა გემის ჩაძირვის ადგილზე. ხედავ ამას? მოიცადე. ეს რაღაც ამოდის წყლიდან, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ხვდები რა არის ეს. ვაუ, ბიჭებო, ეს ხო საზღვაო ნაღმია. ღმერთო ჩემო ბიჭებო, ეს ნამდვილი საზღვაო ნაღმია. ეს არის სპეციალური ძალიან საშიში ასაფეთქებელი, რომელიც წყლის ქვეშ არის დამონტაჟებული და როცა გემი ეხება ამ რაღაცას, ის ფეთქდება. მაგრამ ეს რა არის? ანტონია, ალბათ ეს იყო გემის სახელი. შეიძლება სწორედ ეს ნაღმები იყო გემის დაღუპვის მიზეზი და როგორ არის ეს ყველაფერი ბიოლოგიურ საფრთხესთან დაკავშირებული. მოდით გავაგრძელოთ ძებნა. გავაგრძელოთ რომ გავარკვიოთ ყველაფერი. კარგი ბიჭებო. თუ რამე იცით ბიოლოგიურ საფრთხეებზე, საკრუიზო გემებზე, ან მსგავს რამეზე, კომენტარებში მომწერეთ, რადგან ეს ამბავი მსმენია, მაგრამ არ ვიცი, მართალია თუ არა. და ბიჭებო, რაღაცას გვძნობ. კიდევ ერთხელ, ეს ისეთი მძიმე არ არის, როგორც სახმელეთო ნაღმი, მოდი ვცადოთ ამ რაღაცის ამოღება და ვნახოთ რა არის ეს. რაღაც ყვითელი გამოდის, მაგრამ რა არის ეს? ეს სხეულია. შეხედე მაგას! არა, ეს თავის ქალა, ეს სხეულია. ღმერთო ჩემო, ეს სხეულია, რომელსაც დამცავი კომბინიზონი აცვია. მოდი ვცადოთ ეს რამე წყლიდან ამოვიღოთ. ღმერთო ჩემო ბიჭებო, ეს უცნაურია, ეს სიგიჟეა. დიახ, ეს სხეულია. არ ვიცი, ნამდვილია თუ არა, ბიჭებო. შეხედეთ, ეს თავის ქალაა და უცნაურად გამოიყურება. ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა და შეხედეთ, ამ თავის ქალას კაპიტნის კუდი ახურავს. ესე იგი, ეს არის საკრუიზო გემის კაპიტანი, რომელიც წყალში ჩაიძირა, მაგრამ რატომ აცვია მას ჰაზმატის კოსტიუმი? ჰეი, შეხედე, ანტონია გრაზა კაპიტანი. ხო, მართალი ვიყავი. მას სამკერდე ნიშანი უკეთია და აქაც იგივე წერია ანტონია. ესე იგი, ის იყო იმ გემის კაპიტანი, მაგრამ რატომ აცვია მას ბიოლოგიური საფრთხის კოსტიუმი? რა მოუვიდა ყველა მგზავრს და დანარჩენებს, ვინც იმ გემზე იყო, რომელიც ახლა სადღაც წყლის ქვეშაა? უნდა ვაგრძელოთ ძებნა, რომ გავიგოთ, ხომ ასეა? ეს უცნაურია და სინამდვილეში არ ვიცი. შეიძლება ყველა ის ნივთი, რასაც დღეს ვიპოვით, მოწამლულია და შეიძლება ბიოლოგიურად საშიშიც იყოს. მოდით ვნახოთ, მართალია თუ არა, ან რა მოხდება თუ ეს ყველაფერი სიმართლეა. არ ვიცი, მართლა მჭირდება თქვენი კომენტარები ამაზე ბიჭებო. და თუ ჯერ კიდევ უყურებთ ამ ვიდეოს, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩემი არხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაქვს ოცნება რომ მივაქციო 5 მილიონ გამომწერს. ასე რომ გააგრძელეთ გამოწერა და ეხლა რაღაც დიდ და მძიმეას ავიღეთ. ნამდვილად, შეგვიძლია იქ დავინახოთ, ხო, გამოდის. კიდევ ერთი დიდი მეტალის რამეა, შეიძლება ეს კიდევ ერთი ნაწილია საკრუიზო გემის, მაგრამ რატომ არის წითელი? ბიჭებო, ნახეთ, ეს იყო საკრუიზო გემის შიგნიდან და ვიღაცამ დაწერა, დამეხმარეთ შიგნიდან, არა გარედან. ასე რომ შეიძლება მგზავრები გემის შიგნით იყვნენ გამოკეტილები, სადაც რაღაც ვირუსი იყო. მაგრამ კაპიტანი ბიოლოგიური საფრთხის კოსტიუმში იყო. ის რაღაცნაირად დაცული იყო, მაგრამ მგზავრები არა. ამიტომ ეს ამბავი ცოტა სასტიკად ჟრერს. მეტი მტკიცებულება გვჭირდება, რომ ჩვენი გამოძიება დავასრულოთ. და მტკიცებულებების მოსაპოვებლად მაგნიტით თევზაობას გავაგრძელებთ. მოდი ვნახოთ. მგონი რაღაც დავიჭირე, მაგრამ ისეთი მძიმე არ არის, როგორც წინა ნივთები. ნახოთ რას ამოვიღებთ. იქნებ ეს იყოს ის, რაც აგვეხმარება, არა? ნახე, რაღაც ფორტოხლისფერი ამობის წყლიდან. ბიჭებო, აქაც წერია ანტონია, როგორც აქ ვნახეთ. ასე რომ ეს ნამდვილად ერთი საკრუიზო გემის ნაწილებია. ეს რაღაცა შავი ხუთივით გამოიყურება, ციფრული ჩამწერი, რომელიც რეალურად მთელ კრუიზს იწერს და აქ სადენებიც გვაქვს.
თუ აქ დავაერთებთ, შეგვიძლია გავიგოთ მთელი ისტორია იმ საკრუიზო გემის შესახებ. შევძლებთ გავიგოთ, როგორ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული, მაგრამ მოდი ეს მერე გავაკეთოთ. შეიძლება კაპიტანი რაღაცას იცოდა და ამის ჩასაწერად ციფრული ჩამწერი გამოიყენა. ეხლა მოდი ციფრული ჩამწერი გავაშოთ და სანამ შრება, მაგნიტით თევზაობას გავაგრძელებთ. ერთ კონკრეტულ წერტილში ვაგდებ. ეხლა წყლიდან ამ ნივთის ამოღებას ვაპირებ და ამ მომენტში რაღაცას ვზნობ. მძიმე არ არის, მაგრამ უკვე აქ არის. ეს რა ჯანდაბაა? ეს რაღაც ჩემოდანია და აქ ბევრი რამეა. უცნაურად კარს. უცნაურია, ძალიან უცნაური. არ ვიცი. უმეტესობა სავსეა, მაგრამ ეს თითქმის წარიელია. მოდი ვნახოთ რა არის კიდევ ამ ჩემოდანში. აქ რაღაც საბუთებია. რა? ეს რა არის? კაპიტანმა მიიღო 48 მილიონი დოლარი რისთვის. იგივე მილებია, რაც ადრე ვნახეთ. უცნაურად გამოიყურება და აქ ბიოლოგიური საფრთხის ნიშანს ვხედავთ. და კიდევ ერთი რამ. არ გარსნათ გრაზა 21. გადადის საერთვეთოვანი გზით, თითქოს საერთოდ არ უნდა ისუნთქო იმ რაღაცით. ეს ვირუსია. ღმერთო ჩემო ბიჭებო, მივხვდი, ის იმ ჩემოდანში იყო, ეს ვირუსია და ერთ-ერთი უკვე გამოყენებულია. და მგონია, რომ კაპიტანმა ფული მიიღო იმისთვის, რომ ვირუსი გემზე გამოეკენებინა. ბიოლოგიური ექსპერიმენტი ადამიანზე ან რაღაც მსგავსი. იცადე გადადის კონტაქტით, გადადის ჰაერითაც. მოიცადე ჰაერწვეთოვანი გზით. მე უყნავსავდი იმ რაღაცას. მე ვიგრძენი მისი სუნი. აქ წერია, რომ კონტაქტის შემდეგ 48 საათში სიკვდილია. არა. უნდა დაურეკოთ ვინმეს. უნდა დაურეკოთ ექიმებს ან ბიოლოგიის სპეციალისტებს. მოდი ახლავე დაურეკოთ. მოდი. 911 რა არის თქვენი გადაუდებელი შემთხვევა? გამარჯობა. ჩემი სახელია სლავ. მაგნიტით თევზაობდი და ვიპოვე ვირუსი სახელად პატაკან გრაზა 21. არ ვიცი. უკნოსავდი იმ რაღაცას. ღმერთო ჩემო ბატონო, კარგად ხართ, სად ხართ? დიახ, გემის ნამსხვრევებთან ვარ. დარჩით იქ, გუნდს ვაგზავნით. მოდით და გადამარჩინეთ, გთხოვთ, ახლავე. იმედია კიდევ დაახლოებით 47 საათი მაქვს, თუ არა, მოვუკვდები. მოდით გავაგზავნოთ მაგნიტის სროლა და მე შემიძლია ვიპოვოთ წამალი. ვირუსია, ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს წამალიც, ხომ ასეა? კაპიტანს ან აქვს წამალი, ან არა. მოდით გავაგზავნოთ მაგნიტის სროლა. წავედით. უნდა ვიჩქაროთ. ასე რომ გავაგზავნოთ მაგნიტის სროლა, ის სროლა იმავე წერტილში. ან იქნებ ცოტა მარცხნივ, ან მარჯვნივ. არ მაინტერესებს. ალბათ მთელი გემი დავიჭირე ან რაღაცა მსგავსი, იმიტომ რომ ეხლა თოკი ძალიან დაჭიმულია და არ მიდის. თითქოს მძიმეა. მეგონა რომ რაღაც გამორთე, მაგრამ მაინც მძიმეა. ჯერ კიდევ რაღაც არის ჩემს მაგნიტზე. და მოდის. მოიცადე რა. ეს ხომ საკრუიზო გემის საჭეა, რა? ეს კაპიტნის საჭეა. ის მართავდა საკრუიზო გემს, სანამ ბიოლოგიური საფრთხით არ მოწამლავდა, ხომ ასეა? არის გემი ალბათ, ან იქნებ მისი ნაწილებია. შეიძლება მთლიანად გაანადგურა ნაღმა. ხო, მინდა რომ დაგიმახსოვრო. აი ვიდეოს დასაწყისში წალკოშა ნაღმი ვიპოპოვეთ. ამ წუთას მგონია რომ ეს ყველაფერი თითქოს დადგმული იყო, თითქოს დაგეგმილი. არ ვიცი, ყველაფერი უცნაურად მეჩვენება. მოდი მაგნიტით თევზაობა ვცადოთ. მაინც მეტი მინიშნება გჭირდება და მაინც წამალი გჭირდება. ეს ჩემთვის ყველაზე საჭირო რამაა, ხომ ასეა? ყველაზე აუცილებელი რამ. მაგრამ ამჯერად ვერაფერს ვგზნობ. შეიძლება ჩემი მაგნიტი ცარიელია. ან იქნება არა. მოიცადე რა. ღმერთო ჩემო ბიჭებო, ეს რა არის? ეს ხელი ხომ არ არის? დიახ ბიჭებო, ეს ხელი არის და ნახეთ, რაღაც მწვანე რამ აქვს ზეთ. ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა. ყველა ძვალი დაფარულია რაღაც ყვითელი ნივთიერებით. შეიძლება ეს ინფიცირებული ადამიანის ხელია. ეს ყველაფერი აშკარად ერთმანეთთან არის დაკავშირებული. იმ გემზე ყველა მგზავრი ინფიცირებული იყო და მგონია რომ ეს კაპიტანმა გააკეთა. კაპიტანმა ყველა მოწამლა, მაგრამ რატომ მოკვდა თვითონ? რატომ აფეთქდა ყველაფერი ნაღმთან ერთად?
არ ვიცი. ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს, რომლებიც მაგნიტის გადაგდების შემდეგ უნდა გავარკვიოთ. კარგი, ეხლა ჩემი გიგანტური მაგნიტი რაც შეიძლება შორს უნდა გადავაგდო. ხო, მართლა კარგი გადაგდება იყო. შეიძლება უფრო შორსაც გადამეგდო, მაგრამ თოკი აქ მთავრდება. მაგრამ აი რაღაც მძიმე დავიჭირეთ. საერთოდ არ არის მსუბუქი, მოძრაობს, მაგრამ ეს მძიმე მონაპოვარია. უდაოდ. მოდით, არ უნდა დაგვიცურდეს. მაგნიტი არ უნდა ჩამოვარდეს. ხო, ეხლა უკვე ვხედავ. რაღაც ლითონის ნივთია. იცადეთ. ვოუ, ბიჭებო, ეს საკრუიზო გემის ანკერია. ეხლა მგონი ვიცი რატომ არ ამოირეს წყლიდან. იმიტომ რომ პირველ რიგში იქ ნამდვილი ვირუსია, ბიოლოგიური საფრთხე. მეორეც, ყველაფერი აფეთქებულია. საკრუიზო გემი აღარ არსებობს, მხოლოდ მისი ნამსხვრევებია დარჩენილი. The Nines, ჩვენ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გვაქვს. მოდი გავაგზავნოთ მაგნიტის სროლა, რომ გავარკვიოთ ყველაფერი და შეიძლება შემდეგ სროლაზე მოусმინოთ შავ ყუთს, ციფრულხმოვან ჩამწერს, რომ გავიგოთ რა მოხდა იქ სინამდვილეში. წავედით. ხმერთო ჩემო, ცოტა ცუდად გზნობ თავს ახლა, ცოტა შეშფოთებული ვარ. გახსოვს ვირუსის სუნიც ვიგძენი. როგორც ანტონიას, ყველა მგზავრი. არ ვიცი, ვარ თუ არა ინფიცირებული, მაგრამ წყლიდან ეს რაღაც უნდა ამოვიღო, კარგი? და მე შეიძლება საგანგებო სამსახური მოვიდეს, ან რაღაც მსგავსი. არ ვიცი. ხო, ეგ არის მონაპოვარი. ვაუ, ეს რა არის? რა არის? ბოთლია ჯაჭუზე. თუ არა. ნახე, ბოთლში რაღაცა წერილია ბოთლში. მოდი გავხსნათ და ვნახოთ. აჰა, კი, გგონია ეს წერილი იმ საკრუიზო გემიდანაა, რომელიც აფეთქდა. მოდი გავხსნათ და ვნახოთ. აქ რაღაც ნახატია. პირველი 58 საათიდან 6 საათამდე. მოულოდნელი სიცხე, თვალების წვა, ციება. მოიცადე რა, შემდეგ 12 საათში სუნთქვა გიჭირს, 24 საათში ყველაფერი იწვის და მერე ღმერთო ჩემო, 36 საათში კედლები სიგიჟე იწყება. 40 საათში. დამეხმარეთ, არ შემიძლია, დამეხმარეთ. ეს არის წერილი ინფიცირებული ადამიანისგან. ღმერთო ჩემო, ანუ დაახლოებით 4 საათი დამჭა, სანამ პირველი სიმპტომები დამეწყება. ღმერთო ჩემო, იქნებ შავ ყუთში არის პასუხი, როგორ გამოვჯამრთელდე. კარგი, წავიდეთ იმ შავ ყუთთან და მოусმინოთ. ეხლა ეს რაღაც სრულად გაშრა და ტელეფონს მივაერთე. ეხლა შეგვიძლია ანტონიას საკრუიზო გემის შავი ყუთის ჩანაწერი ჩავრთოთ. აი, მოდის ჩანაწერი. საინტერესოა, რა ტიპის ვირუსის გამოცდას მთხოვენ ჩემს გემზე? ის გეგმავს ვირუსის გამოცდას. კარგი. ეს კაპიტანია, ვინც ლაპარაკობს. მრავალ ფულს მიხდიან იმისთვის, რომ ეს იმ გზავრებზე გამოვცადო. ხო, ზუსტად. მას უხდიან იმისთვის, რომ ვირუსი მგზავრებზე გამოსცადოს. მართალი ვიყავი, ამიტომ ეცვა ბიოლოგიური საფრთხის კოსტიუმი. ის მზად იყო, რომ ინფექციისგან დაეცვა თავი. მაგრამ შემდეგ რა მოხდა? რატომ აფეთქდა გემი? გამარჯობა, ესმევა, კიდევ გაქვს რაიმე მითითება? ის ვიღაცას ურეკავს. შეიძლება ეს არის ის შავი კომპანია, სასტიკი კომპანია, რომელმაც ფული გადაუხადა. არ არსებობს. უბრალოდ აქტიურე და ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთო ჩემო, უთხრეს, რომ ვირუსის გააქტიურების შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მისი ხმა უცნაური იყო. ახლა კაპიტანი მზად არის მისიის დასაწყებად ხებად. კარგი, ვირუსს ვააქტიურებ. იცადე, ეგ რა არის? ღმერთო ჩემო, ეს აფეთქებების ხმაა. მგონია, რომ კაპიტანი არასასურველი მოწმე იყო და იმ ბიჭებმა, ვინც მას ფული გადაუხადეს, ჩაუგდეს მახე და მოიშორეს. მათ ვირუსი გამოსცადეს და შემდეგ მოწმე გაანადგურეს. ღმერთო ჩემო. ჰეი, ვინ არიან ისინი? ეს ბიჭები უცნაურად გამოიყურებიან. ბიოლოგიური ჯგუფის წევრები არიან. მგონია, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან არიან, ხომ ასეა? დიახ, ბატონო, რას აკეთებდით იქ? დიახ, აქ მაგნიტით თევზაობას ვეწეოდით. თქვენი პოვეთ ვირუსი, ბატონო. დიახ, ვირუსი იქ ვიპოვე და მე მისი სუნი ვიგძენი. სუნი იგზენით? ბატონო, ჩვენთან ერთად მოდიხართ. დაიცადეთ, ბიჭებო, რას საკეთებთ? არ გაუწიოთ წინააღმდეგობა, ბატონო. ეს ყველაფერი თქვენი სასიკეთოდ ხდება. აუ, ბიჭებო, სად მივდივართ? გთხოვთ, ბატონო, დამშვიდდით.
ჰეი, ანუ ველოდებიონ გამომაჯამსელებთ ხომ ასეა? გამეხმარებით ბიჭებო. როგორც არ უნდა იყოს თუ ჩემი მაგნიტით თევზაობა მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩემი არხი და მოიწონეთ ეს ვიდეო. ჩემი სახელია სლავი. მადლობა ყურებისთვის. და მგონი, კარგად ვიქნები. კარგად ვიქნები ხომ ასეა? ხო, როგორ არა? კი, კარგად ვიქნები. ან იქნება არა?